წერილების ავტორი არის და არ დარჩენება მე მგონი დედამიწის ზურგზე არც ერთი დიდი საერთაშორისო შეხვედრა ნაცვლად სტრატეგიული კვლევებისა სადაც თარიღით არ გამოსულიყო და არ დაეფიქსირებინოს ის რაზეც ყველა ეთქვა შეთანხმებული რომ კავკასია არის სტრატეგიული ძალიან ბევრი გზებისა და აი ამ გზების მოწყობაზე თავისებური ორიგინალური ხედვა და მე გამიკვირდა დაგიმალოთ ბატონ მალხოთ აი ამ ეამეთში აი ამ საშინელი აგრესიული ნოროსული აგრესიული ესე ვთქვათ პოლიტიკის ფონზე რომ თქვენ დაწერეთ ის რასაც ფიქრობთ ალბათ ეს დიდი ხნის საფიქრალი რომ გამიკვირდა დაგიმალოთ რომ თქვენ ნეიტრალიტეტის მომხრე ხართ პოლიტიკური პარტიები მესმის ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადააფიქსირა და თქვენ ჰოლდინგის მედია ჰოლდინგის ლიდერმა რომ ეს დააფიქსირებს პრობლემები მე მგონი შეგექმნებათ თუნდაც ამის გამო რასაკვირვებს რატომ მიხვედით ამ ადგილზე რომ ჩვენ არ გვინდა ფაქტურად ამას ნიშნავს რომ ეს სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში ჩვენი შესაძლებელი არის საფრთხის შემცველია საფრთხის განვითარების რატომ ვთქვით ეს კარგით მე მაშინ დავიწყეთ ანალიზით რა მოხდა საქართველოში და შემდეგ ამ ანალიზისგან გამომდინარე ლოგიკურად მივალ დასკვნამდე რატო არ გვინდა ჩვენ სამხედრო ბლოკებში მონაწილეობა და რატო ჭირდება საქართველოს კი არა მარტო არამედ მთელ კავკასიას ნეიტრალიტეტის სტატუსის დამკვიდრება. თუმცა მოგეხსენებათ რომ აგვისტოს მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა გეოპოლიტიკური წესრიგი კავკასიაში და შეიძლება ითქვას მსოფლიოში. რუსეთმა თავსახად განახორციელა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ შემოვიდა ფაქტიურად თბილისის აღებას 5 წუთი უკდა შეიძლება ასე ვთქვათ ჭყალებში და მსოფლიომ ფაქტიურად ვერაფერი ვერ იღონა მის წინააღმდეგ. თუ არ ჩათვლით იმას რომ შემოიფარგლენ განცხადებები და ბოლო შეფასება იყო ესეთი რომ არაპროპორციონალური ძალები იყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. მაშინ როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი აგრესია რო განხორციელებულიყო, ამას მოყოლოდა საკმაოდ ძაფრი რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის გემები შემოვიდნენ შავ ზღვაში, რითაც სხვათა შორის გაღიზიანება გამოიწვიეს თურქეთის სახელმწიფოს რაღაც განკვეული პოლიტიკური ძალების, რომელიც საკმაოდ დიდ გავლენას სარგებლობენ თურქეთის პოლიტიკურ ასე ვთქვათ ამინზე. ფაქტიურად ვერაფერს ვერ მიაღწიეს გარდა იმისა, რომ სარკოზის ასე ვთქვათ ძალისხმევის შედეგად აცილებული იქნა თბილისში შემოსვლა რუსეთის ჯარი. რა მოიგო რუსეთმა ამით? რუსეთმა ფაქტიურად დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც კავკასიაში ხორციელდება და კერძოდ საქართველოში, მისი ასე ვთქვათ მონაწილეობის გარეშე და მისი მონოპოლისტური მისწრაფებების გარეშე ევროპაში მიწოდება მისი ვერ მოხდება. ეს საზოგადოებას შევახსენებ ერთ ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტს, რომელსაც საქართველოს საზოგადოება შეიძლება ყურადღება არ მიაქცია. როდესაც თურქეთის ერთ-ერთი ცნობილი მედია მაგნატი დოგანი, რომელიც 5 გაზეთს ფლობს და 3 სატელევიზიო არხს, რომელმაც ხელისუფლებაში მოიყვანა ერდოგანი, გამოვიდა და საკუთარი ტელევიზიით Sky Turkit თქვა ესეთი ინფორმაცია, რომ მან მოსთხოვა ერდოგანს, რომ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა აეშენებინა ჯეიხანში. რადგან ერდოგანისგან მიიღო პასუხი, რომ ის ვერ ააშენებდა ქარხანას, რადგანაც ამ ქარხანას აშენებდნენ ბერლუსკონი, პუტინი და თვითონ თავი. ეს ბევრ ამაზე მიუთითებს. ერდოგანი. ერდოგანი მილიონერია. ერდოგანის სიძე ასე ვთქვათ მონაწილეობს ამ პროექტში და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი, რასაც ქვია ერთობლივი პროექტები, ეკონომიკური პროექტები, რუსეთის საკმაოდ წარმატებით ახორციელებს აზერბაიჯანთანაც ერთად გლობალურ პროექტებს, თურქეთთან ერთადაც, სომხეთზე ლაპარაკი არ არის, საქართველოში საკმაოდ მძლავრი აქტიურობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ინდონის მოთამაშედ როგორც თურქეთს მიიჩნევს, არ მიიჩნევს. ამით ისე თქვა მინდა მე, რომ ის ბოლო ინიციატივები, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტის ჩასვლით იყო განპირობებული სომხეთში ფეხბურთის მატჩის დროს, საერთო იხსნება სომხეთში თურქეთის აზერბაიჯანს და სომხეთს შორის გარბილებული ურთიერთობა შეიძლება ითქვას და დიალოგის პროცესის წარმართვა საქართველოს თავის დაუნებურად ტოვებს რაღაც თამაშის მიღმა. რომელიც თამაშიც ახლებურად წამოიწყო რუსეთ-თურქეთის, ასე ვთქვათ, ტანდემმა ამ რეგიონში.
ამ დროს თქვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ეცალა, ასე ვთქვათ, საქართველოსთვის იცვლება ადმინისტრაცია, ძალიან მტკივნეული პროცესია. არა მარტო ადმინისტრაცია იცვლება, არამედ იცვლება მთელი ელიტა, შეიძლება ითქვას, ამერიკული, იმიტომ რომ ის პოლიტიკოსები და ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც იყო წარმოდგენილი ბუშის ადმინისტრაციაში, მთლიანად წარსულს ბარდება და ასპარეზზე გამოდის ახალი ელიტა, ობამას მოსვლასთან ერთად, ახალი სისხლი. და ფაქტიურად დღეს ამ საკითხზე არავისას ძალია შენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენს მაგივრად რუსეთთან გაარკვიოს ურთიერთობები. ამ დროს ჩვენ ფაქტიურად ვახორციელებთ რაღაც საომარ მოქმედებებს, ჩვენ წინააღმდეგად ახორციელებენ საომარ მოქმედებებს, ევროპაც შეშინებულია, ჩვენი მეზობლებიც შეშინებულები არიან და ფაქტიურად გამოდის ის, რომ თემი, ასე ვთქვათ, ამ პროცესის მიზანი, რაც იყო, რომ რუსეთს დაენახებინა მუშტი დაუშვათ მთელი მსოფლიოსათვის და პლუს დაენახებინა, რომ ჩვენ ენერგეტიკას მონოპოლიას არ გავუშვებთ ხელიდან და დაენახებინა, რომ ჩვენ ნატოს შემოსვლას არ დავუშვებთ ამ რეგიონში, აი ეს მოხდა. ეხლა რა მოხდა თვითონ ამ პროცესში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილი შეტყუებული იქნა ხაფანგში. ამ ხაფანგს ხოთაშორის დიდი ხანია ამზადებდნენ რუსეთში. ჩვენ ამაზე არაერთხელ წერდით ჩვენ გაზეთში, თქვენ ალბათ გახსოვთ, თუ რა პროცესები შეიძლებოდა მოყოლოდა საომარ მოქმედებას, მაგრამ როგორც წესი ეს ხელისუფლება გაიწევს საკითხულობს და შესაბამისად ვერ გაიგეთ რა მოხდებოდა. ჩვენ ხოთაშორის ადრე ვაცხილებდი კიდევაც ამ ხელისუფლებას, რომ ოქრუაშვილი ამზადებს, ასე ვთქვათ, სამხედრო გადატრიალებას, როცა ის იყო თავდაცვის მინისტრი. როგორც წესი არც მაშინ წაიკითხეს გაზეთი და შემდეგ მიიღეს ოქრუაშვილის სახით ძალიან სერიოზული ოპოზიცია. თუმცა მალევე შეაჩერეს ეს პროცესი. ეხლა ჩვენ ამ მდგომარეობაში, როცა ევროპას ფაქტიურად არ უნდა რუსეთთან გაიფუჭოს ურთიერთობა ჩვენს გამო და მას თავისი პრობლემები აქვს. გერმანიაში არის შემდეგი პრობლემა, რომ მერკელის კანცლერობა მხოლოდ ერთი ხმით არის გადაწყვეტილი, ის არის კოალიციის წევრი, კოალიციური გაერთიანების წევრი ქრისტიან-დემოკრატიულ და სოციალ-დემოკრატებს შორის გარიგების შედეგად შტაინმაიერი არის სოციალ-დემოკრატებიდან, ქრისტიან-დემოკრატებიდან მერკელი. იმ შემთხვევაში, თუ მერკელი გადადგამდა ჩვენს, ასე ვთქვათ, სასარგებლო ნაბიჯს ნატოს მხარეს, საქართველოს დაიშლებოდა კოალიცია და შემდეგ არჩევნებს მოიგებდნენ სოციალ-დემოკრატები. შტაინმაიერი გახდებოდა სახელმწიფო კანცლერი. რაც შეეხება სარკოზის ფაქტიურად აი ამ ნაბიჯებით, რაც მან განახორციელა რუსეთის ხარდაჭერით, ფოტოშორის ეს სამსახაჩანს, გახდა ფაქტიურად ლიდერი ამ სივრცეში. და ახალი ლიდერის ფუნქციები შეიძინა ევროკავშირში, რითაც საფრანგეთი ყოველთვის ცდილობდა, რომ ამისთვის მიეხწია და დღეს მან განახორციელა. ასე რომ სახეზე გვაქვს რუსეთისა და ევროპის ალიანსი, მათ შორის იმ ქვეყნებისაც, რომლებიც იცვლებდნენ ტრადიციულად საქართველოს მოკავშირეებს. როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ ჩვენ საქართველოსთან არანაირი მოკავშირეობა არ გვაკავშირებს და ჩვენ არ გვინდა ისევე დავამთავროთ როგორც საქართველოს, ეს ბევრ რამეზე უნდა მიუთითებდეს. მით უმეტეს არ გააჩნია სამწუხაროდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ის ბერკეტები, რომ იმოქმედოს რუსეთზე და შეაჩეროს ის პროცესი, რაც არის დაწყებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ჩამოსულები არიან და ფაქტიურად ვერაფერს ვერ აკეთებენ. მე ვიყავი ბაზალეთის ტბაზე ერთი დღე, შემთხვევით აღმოჩნდა და ვნახე ის დამკვირვებლები რას აკეთებენ იქ, ხო? და თუ ამ დამკვირვებლების იმედზე ვარ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე საერთოდ. მას უხდის ევროკავშირი საკმაოდ სოლიდურ თანხებს და ისინი წარმატებულად იღებენ ამ თანხებს ჯიბეში იდებენ და მე მაგათი გაკეთებული საქმე ერთი მარტივით მაშინ რა არის. ეხლა რაც შეეხება თვითონ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ საუკუნოვანი პროექტების მიღმა, რასაც ქვია ნაბუკოს პროექტი, რომელიც თურქეთსა და სომხეთს შორის არის შემდგომი სახის მოლაპარაკება, რაც აზერბაიჯანი და რუსეთის მონაწილეობს, რომელიც ენერგეტიკული პროექტი შეიძლება გავიდეს სომხეთზე საქართველოს ნაცვლად. და ამ პროექტის ასე ვთქვათ პრიორიტეტი იქნება ის, რომ აზერბაიჯანს სომხეთი დაუთმობს ნაწილს ყარაბაღისას და ამის შედეგად შეიძლება მათთან ჩაიძოს ერთობლივი ინვესტიციები ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან. ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ მათ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი მედვედევთან ერთად, როგორც თურქეთის, სომხეთის პრეზიდენტმა, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ასე რომ ეს პროცესები მიმდინარეობს. ახლა რა ხდება საქართველოში ამის ანალიზი გავაკეთოთ.
კორძორის ხეობა არის დაკარგული, რომელიც არასოდეს არ იყო საქართველოს ასე ვთქვათ ქართული კონტროლის მხრიდან გასული, მათ შორის არც შევარნაძის დროს და არც მანამდე და საერთოდ წესთი არ ყოლა იგი დადგმული, ასე ვთქვათ. ახალგორი არის დაკარგული, რომელიც ფაქტიურად არასოდეს არ იცვლებოდა წყალებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას. მე საერთოდ მიმეჩნია, რომ ეს ტერმინი ამ ტერმინის დამკვიდრებამ ძალიან ეს უბედურება გამოიწვია საქართველოში.